დღეს საღამოს 10 საათისათვის ქართული ჯარები მთლიანად დაკონტროლებენ ქალაქ ცხინვალს. ქალაქ ცხინვალის ახლომდებარე ყველა სიმაღლეს, მათ შორის თლიანხანას, სარაბულს. აკონტროლებენ ასევე სოფელ დმენის. მთლიანად ჩვენს ხელშია ზნაურისა და ახალგორის რაიონები, დიდი ლიახვის ხეობა. მოგესალმებით ქართულმა ჯარებმა ამ ტერიტორიების უმეტესობა ჯერ კიდევ გუშინ დაიკავეს. მას შემდეგ მათი განხორციელდა შეტევა რუსეთის ფედერაციიდან შემოსულ სადრაკო ჯარების მხრიდან. შეტევა იქნა მოგერიებული წარმატებით, განადგურებული იქნა მოწინააღმდეგის 40-ზე მეტი ტანკი. მას შემდეგ რუსეთმა გადმოსცეს დესანტი, დღესდღეობით და დესანტის მეშვეობით სადეს ხეობის უფლების ხელში ჩაგდება. ეს ოპერაციაც ქართულმა ძალებმა მოიგერიეს წარმატებით. მოკნულია დაახლოებით 60 რუსი დესანტე. ამ წუთისათვის ქართული ჯარები კიდევ ერთხელ მიიწევენ წინ და შემდეგი სამიზნე ჩვენი ჯარების იქნება ქალაქი ჯავა და შემდეგ უკვე როკის გვირაბი. ჩვენ დაღუპული ყავს 45 ჯარისკაცი და 37 მშვიდობიანი მოქალაქე. რაც შეეხება კოდორის ხეობას. დღეს დილიდან კოდორის ხეობაზე მიტანილი იქნა საავიაციო იერიში. დაბომბილია კოდორის ხეობაში მიმავალი გზები. მიუხედავად ინტენსიური დაბომბვისა, მოგახსენებთ, რომ ქართულ მხარეს არ არიან არც დაღუპულები და არც დაჭრილები და ჩვენ მზად ვართ მოვიგეროთ მოწინააღმდეგის ნებისმიერ იერიში.